ამ ბრძოლას აუცილებლად მივიყვანთ გამარჯვებამდე. მე გახლავართ დეა მეტრეველი, გახლავართ ძლიერი საქართველოს პოლიტსაბჭოს წევრი, აღმასრულებელი მდივანი, პარტიაში ვკურირებ კულტურის სფეროს, ასევე ქალთა გაძლიერების მიმართულებას და ჩემთვის განსაკუთრებულად ემოციურ საკითხს, მიუსაფარ ცხოველების გარშემო არსებულ პრობლემებს. დიდი უსამართლობა ჩემი კოლეგების მიმართ, ჩემს მიმართ, რომელმაც დამანახა კიდევ ერთხელ, რომ ის პროცესები, ის უსამართლო პროცესები, რაც ქვეყანაში მიმდინარეობდა, აღარ გვაძლევდა საშუალებას გვეკეთებინა ჩვენს პროფესიაში, ჩვენთვის საყვარელი საქმე და უფრო მეტად დიდი გამოწვევები ჰქონდა ჩვენს ქვეყანას, ვიდრე ჩვენი საყვარელი საქმიანობა. ამიტომაც მე და ჩემმა კოლეგებმა გადავწყვიტეთ ჩვენთვის ძალიან რთული ნაბიჯი გადაგვედგა, მაგრამ ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა და მე დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკაში ჩვენი გამოჩენით ძალიან ბევრ საინტერესო პროცესს ჩავუყრით საფუძველს. პირველი უმნიშვნელოვანესი არის ის, რომ კულტურის სფერო და კულტურის სამინისტრო უნდა გათავისუფლდეს პარტიული მდგენელისგან და კულტურის სფერო გახდეს სრულად თავისუფალი და დამოუკიდებელი ინსტიტუციურად და შინაარსობრივად. რაც შეეხება სხვა თემებს, მე ძალიან მინდა, რომ ჩვენს ქვეყანაში ის დიდი ემპათია, რომელიც არის მიუსაფარი ცხოველების მიმართ, ითარგმნოს კონკრეტულ ნაბიჯებში, კონკრეტულ საქმეებში და ამ ქვეყანაში დავამარცხოთ მიუსაფარი ცხოველების ეს ძალიან მძიმე ფონი და მოგვარდეს ეს პრობლემა. ამას შევძლებთ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იარსებებს პოლიტიკური ნება და ამ საქმეს ჩაიბარებენ ის ადამიანები, რომლებსაც ეს საკითხი ტკივათ, ეს საკითხი აწუხებთ და უყვართ ცხოველები. ამიტომაც ჩვენს გუნდთან ერთად ამ საკითხს ერთ-ერთ უმთავრეს საკითხად ვაყენებთ ჩვენს დღის წესრიგში.